განხილვა და მოგება ეს უკვე წინ გვაქვს ჩვენ. ანუ ისეთ რაღაც თქვა აი დეტალებშიც კი ის მოხდა მოგება აი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლების რომ იყო წამების ტოლფასი მოგება შალოსა თუნდაც იმ სამთვიანი პერიოდში. წინას არის პატიმრობა რასაც. აი მაშინ რომ მიუსაჯეს წინას რომ გამოუტანებო 3 თვე ეს ადამიანი უნდა იჯდეს. აი ეს შეფასება მიეცა წამების ტოლფასი მოკრობა იყო სასამართლო პროცესზეც კი. რა თქმა უნდა დაშინების მიზნით. რომ ვერ დაეცვათ თავი წესიერად ამ გასაგებია. ესე იგი მოვიგეთ მხოლოდ ამ ნაწილში. ეს გვაძლევს საფუძველს უკვე ძალიან დიდი მეც იმისა რომ ძირითადი საქმე რა თქმა უნდა მოგიწევს იქ სადაც განუკითხავება ხდებოდა რა. თეორიული შანსი რიცი არსებობს რომ აი მაგას მობილური უცებ აღმოგაჩეს ან თქვათ ეს ბარათი პატარა ეს კარტოს ეძახიან. ჩაგიგდონ და დაგემატონ ხო? 10 თვე ესე იგი ამაზე არის. ეხლა თუ უფრო მაჩვენო დანაზე და ხარაღათებზე ეს არის ამაზე წერილს კი დაწერა შავა რომ თან დანას უჩამიდებთ ეხლაო და გასაგებია ესეთ რაღაცას მეც ვიყავ იმ სასამართლოზე შავა სასამართლოზე ვიყავ და სხვათა შორის გამომაძევეს იქიდან გამოვედი იმიტომ რომ ჩემთვის იყო ეს რაღაც საშინელება იმიტომ რომ ეს პირველი შეჯახება იყო ესე ვთქვათ თუ შეთქმიანებიათ საერთოდ აი ამის მერე თქვენ პირადად ან ოჯახის წევრებს ხელისუფლებიდან ვინმე ან იგივე ის ავად სახსენებელი ბექაური არა ბექაურთან დაკავშირებით საოცრება არის ის რომ თუნდაც დადის ეს ადამიანი და ამბობს რომ ესე იგი თუნდაც შალვამ და მან უკვე მოაგვარეს პირადი უცებდა არ ვიცი როგორ მოახერხა ეს და შალვა ამბობს რაც რომ ბექაურთან არანაირი პირადი ის არ ამაგინ ეს ადამიანი არის გასროლილი ტყვიაო რა რომელიც იყო ჩემთან მომართული გამოყენებული ადამიანია რაც არის ძალიან ცოტა თვითონაც დაზარალებული დარჩა გაცილებით მძიმედ სინამდვილეში ვერ აღიქვას ის ამას მაგრამ ეგ არის საქმე რომ ეგ ნესვის წყალოსნები ვერ აღიქვავენ ამას თავიანთ ცოდვით. გესმის ეხა ადამიანი რომ ზის იმ დღეს მითხეს ბექაურიო კაზინოში ნახეთო და თან ისინი იმდენად სულელი როგორ არის ესე იგი ვიღაცა უზის გვერდზე თავისი ხელით არდებს ფიშკებს. ამას ადებინებს. ეს ვითომ არ თამაშობს. ეს ვითომ არ თამაშობს და ნუ აი ამ დონის ადამიანებთან ძალიან ცოდვა რომ ალბათ არ გადაიღოს კიდე მასავით ვინმე. როდესაც შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე რომ აი ეს მარტივი, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რასაც ქვია იმას რომ აი ფული აიღო და იქ რაღაცა სპეციალური დაყენებული ტონით ნათქვამი ფრაზები რომ აი როგორ დააკავეს დანაშაულის ჩადენისთვის, აი ესე მარტივად გადავყლაპოთ ჩვენ ისე რომ არანაირი კრიტიკული ის არ დაგვეუფლოს პატარა შეკითხვა მაქვს ხო მე ძალიან ხშირად შალვას არა მარტო დაკავების და დაპატიმრების, არამედ სასამართლოში როდესაც დამთავრდა ეს სასამართლო სტოლები, ამ ხალხმა ვისაც აინტერესებდა უყურებდა ამას, იმის მერეც კი ბევრისგან მოვისმენ ეს ჩემს ფული ხო აიღო. კი, მაგრამ აი გულწრფელად რომ ვთქვა, ფული ხომ აიღო შალვა. არ მოგეჩაო, ფული ხომ აიღო და ერთ წუთით მოთხარ ერთ წუთით დააგთხოთ რა. ეხლა თქვენ ამ ფულს მომაზრებთ მე. რა გადაიღო ხო? და მე ვიღაცამ გამოვიდეს და დაყენებული ხმით თქვას რომ გოჩასო, ან იძენ გამო. ხო, მე ხო მეკუთვნის თქვენგან. ხო? ფულის აღების ფაქტი დანაშაულია მეთქი, როდის გახდა და შეცვლენ, იცი? არა მე მჩება შთაბეჭდილება რომ ზოგი არის კატეგორია ჩვენში ისეთი ადამიანები რომელსაც სულთ რომ დაინახონ ცუდი. ცუდი რა. სულთ რომ რაღაცა აბრაზებულები იყვნენ. ვიზე მნიშვნელობა არ აქვს, ცაზე, ბურძზე, დედამიწაზე, ყველაფერზე. თავარია რომ ეს გაბრაზების მომენტი არ გაუნდერდეთ. ეს ნეგატივი უნდა ქონდეს და ამის გამო აი მე გულისკევით ვიძახი რა. იმ ადამიანს არც ერთი წამით, არც კი უცდია შალვას, რომ ვარი ეთქვა იმ ფაქტზე რომ მან ფული აიღო. სულ ხას უსვამდა. დიახ, ბატონებო, ავიღე, მაგრამ მითხარით რაშია ჩემი დანაშაული. იმიტომ რომ შეგახსენდა. და ხალხს გონია სხვადასხვა ბატონებო, ბევრი მეუბნება რომ შალომ ქთამი აიღო და ქთამზე ზისო. ანუ არის ეს რასიშოს ქთამი. ქთამს იღებს სახელი. დანაშაული. დანაშაული. რის გამოც შალვა რამიშვილი ბატონებო სიხდის ახლა, ხო? დანაშაულს ქვია გამოძალვა. და არა ქთამის არ ქთამს იღებს სახელი. შეგება ბატონებო რისგან რა? ანუ აუცილებელი ადამიანი ქთამს არ იღებს. აუცილებელი ელემენტები გამოძალვის არის ის რომ ადამიანმა სხვას უნდა აიძულოს. მოდი ეს გადაუხადოს ფული იმის სანაცვლოდ რომ მან მასზე არსებული კომპრომენტირებული ინფორმაცია არ გაახმაუროს. ანუ მარტოოდენ ფულის მიღებაც არ არის საკმარისი იმისთვის რომ გამოძალვა იყოს. აქ უნდა არსებობდეს კიდევ მეორე ადამიანი ვისაც ვძალავ მასზე მე უნდა მქონდეს რაღაც ინფორმაცია რომელსაც მე სახელგამტეხი ინფორმაცია რომელიც გახმაურებდას უნდა ვერ მქრებოდე მე მას გესმით ანუ რამდენი ანუ ეს ხო წინდა წინ შეკერეს ეს ვითომ რომ კინო და ანუ ვითომ შალვა ემუქრებოდა პერიოდულად და თხოვდა ამ თამაშს ხო ანუ ფილმით ემუქრებოდა შალვა შენ თუ ფულს არ მოგცემ ამ დროს ფილმი არ არის ხო ის ფილმი არის
შალვა არასოდეს არ აქტიურობდა ამ ურთიერთობებში და პირიქით მეკაური აქტიურობდა, ესე იგი მე გძალა და თქვენ მირეკავს სულ. ვაიღებს და სხვისი საკუთრება არის. აღარ შეგვიძლია ეს ფილმი, ანუ ხო ხვდები რა. გასაგებია, მაგრამ შალვა იმაში რატო არ დაეჭდა, მოდი მაშინ მე ვიქნები ოპონირებას გაკეთებ. შალვა იმაში რატომ არ დაეჭდა, რომ მე არ არის ჩემი ფილმი, არაფერი არ არის, ეს კაცი რატომ აძლევს ამ ფულს რა? ან მე რატომ ვიღებ? რაში ვიღებ ამ ფულს? შალვას ხო გქონდა მის გადაწყვეტილების უფლება. შალვა ხო ვერ გააჩერებდა ამ ფილმს. არა, არ აპირებდა მე. აპირებდა ამ ფილმის გაშვებას და ფაქტის დადებას, რომ ბექალმა მოიტანა აი ეს ფული, ხო? ანუ შალვა პირიქით უკეთებდა ბექალს იმას, რომ ეს იყო ხილება უკვე ამ ადამიანს, რომ ეს ადამიანი აი ამ ზუსტადაც რომ ამ ფილმის გამო, აი ამ ხელა თანხა შემომაძლია, ეს იყო ოფიციალურად, ანუ ბანკში უკვე დადასტურებული იქნებოდა, ხო ეს? და ეს ზუსტი ახსნა ჭირდება და მე დათო ხო, შეიძლება, შეიძლება. რატომ უნდა ვილაპარაკოთ ახლა? აი, რატომ უნდა ვილაპარაკოთ? რომ შალვა, თქვათ, ჭირდება და ასე ხსნის. მოდით ისე თქვათ, იცით რა, აი გაიჭედა და მოდით თქვათ ერთი ისეთი ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუღდით რა. არსებობს სპეციალური კანონი. უკანონო შემოსავლებთან ლეგალიზაციასთან ბრძოლის და რაღაცა. ხო? რომელთაც პირდაპირ წერია, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ დადგენილია იქ ფიზიკური პირის პირად ანგარიზე 10,000 ლარზე მეტი თუ მოხდება მონიტორინგის სამსახურში მიდის ეს ინფორმაცია და იურიდიული პირის 30,000 ლარზე მეტი. მიუხედავად იმისა, რა საფუძვლით მოხდა, რა მიდის და პროკურატურაში არის სპეციალურად შექმნილი სპეციალური სამსახური სამმართველო თუ არ ვწდები მე სტატუსით, რომელშიც ეს ინფორმაცია თავს იყრის და ეს უკანასკნელი ამოწმებს მე ხომ არ იქნა აქ რაიმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ფულის გაკეთება, ასე შემდეგ. ანუ იმის ვარაუდი რომ ბანკი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს და ამას რამენერად დამალავს ნოლის ტოლფასია, იმიტომ რომ ბანკს სულ არ უღირს რა არც თავისი რეპუტაცია და არც სამართალდამცავებთან ურთიერთობების გაფუჭება იმათ რომ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს, ხო გესმით რა? გამომდინარე აქედან, როდესაც შალვა ეუნება ადამიანს, ამ საკითხებში განსწავლულია, ამ და კიდე ბევრ სხვა საკითხებში დიდებულად იცის. ეს არ არის იმ დღეს მიღებული კანონი, რომ უიმე არ ვიცოდი, ხო? რატო ეუნება შალვა დაჟინებით, მაშინ რომ მოდი ბანკში შეიტანე ჩემ გან. როცა რაღაცა გამოვაქცე და დავალ, ხო? არა, ბანკში რატომ ჭირდება სხვა რაიმე მტკიცებულება, იმიტომ რომ მოდიხარ ბანკის ხელმძღვანელთან ეს უნდა დაინტერესდეს საიდან მოხდა და თან რას ეუნება რომ შენი სახელით შეიტანე ჩემს ანგარიშზე. ახლა მეტი მხილება რაღაც. არავის ხვისი. რატომ იქ უნდა ჩაერიცხა? რატომ ხელში აღებაზე, რატო წავიდა ლაპარაკი? ერთი საათით ადრე ურეკავს და ეუნება რომ შემხვდეს თუ ის თეთრაზე урეკავს და აქ მოდიო რა გეხოთ. შეცვალაო ბექაურმა გეგმა აღარ მოდის ბანკში, წინასწარ უნდაო რაღაცა შეხვედრა წირდება. ანუ ფულზე კი არის საუბარი. თან ძითი მიიტყვეს, იცი? ფაქტები გვაქვს კიდევ მაიანადირაძეზე, კოდუებზე, ესენიც უნდა გადმოგცესო და შალვა გაქანდა, ხო? ხო. ანუ არ არის ლაპარაკი რომ მე ფული აქ უნდა მოგცე ბინაში, ამას კი არ ეუბნებიან. იმიტომ მე ვარ ამის მოწმე. და თუ არ ეუბნებიან, მაშინ შესაბამისად შალვას არ უწერდა. ხო? არის ხო და? არა, უწერდა რა კამერა და კი არ ქონდა. არა, არანაირად, ჩამოწესეთი იოლი კი არა. რომელიც გაქრა, იქ რაზე იყო ლაპარაკი? თავი დაზღვევით მიზნით შალვამაც ჩართო, ხო? რა პრობლემა იყო, ხო? და ყველაზე საინტერესო ისა ის რომ ეს მობილური დაკავების დროს ნამდვილად გამოვართვეს შალვა. მე აი ესე ურცხვად დაცხადებული დაიკარგა. რატო დაიკარგა? იმიტომ რომ მობილური რაც ანუ წაშალო თუ გინდა მე მახსოვებაში არის და ამოიღებ იმ კაც, ანუ ის მოტივი რაც შალვასი გამოაშკარავდებოდა ზუსტად რასაც ამბობს, ხო რა? მობილური ტელეფონზე სადაც ქონდა ეს ყველაფერი ჩაწერილი, რაც შემდეგ მას უნდა გამოიყენებინა. თავისი ალიბი. ეს გამოდიებაში ამის შესახებ ხმა არ გამოვიდა, არ ჩემთვის თქვია, არც გოჩასის თქვა ამის შესახებ. პროცესზე უცბად ამბობს რომ დავით მოითხოვე ტელეფონი ჩემი. ხო. ტელეფონი სამიგუცევია ყურადღება, რა ტელეფონი, რის ტელეფონი. აი მე რომ დამაკავესო, დავით ტელეფონი ამოღებული ყველაფერი გაფორმებულია რომ ამოიღეს ეს ტელეფონი. აბა ნახოთ ბატონო მოსამართლე, ნახეთ, კი ბატონო, რა არის ამ ტელეფონში? ამ ტელეფონში არის ყველაფერი ესო, როცა რაც ჩემს უდანაშაულობს და ჩემ იმას ყველაფერს ამტკიცებს. კი. დავადგინე შუამდგომლობა აღზარით მე და გოჩამ რომ თქო წარმოადგინა ტელეფონი რომელიც ოფიციალურად არის ამოღებული და დალუქული და მოხდეს მისი დემონსტრირება და მოვისმინოთ რა ხდება. კი ბატონო